მთავარი ჭკვიანის მონაწილეა სტუდენტი, რომელიც ამბობს, რომ მომავალი ელჩი გახდება. როგორც ხედავთ, უბრალოდ სტუდენტი არა, ამბიციური სტუდენტია. ვნახოთ, რამდენად საფუძვლიანია მისი ამბიციები. საბა ჯანაშია, 21 წლის. არც მეტი, არც ნაკლები. ჩემი მშობლიური ზუგდიდიდან. გთხოვთ. საბა, მოგესალმები. გამარჯობა. როგორ ახარ? კარგი, თქვენ? რის ელჩობას აპირებ? ბევრ ქვეყანაში ვისურვებდი, მაგრამ ამ ეტაპზე გერმანიას ვფიქრობ. ამ ეტაპზე გერმანიას არჩევ. ხედავ ამბიციებს, ხედავ. მე მიყვარს ამბიციური ხალხი, არ დაგიმალავ. თავარია ეს ამბიციები იყოს საფუძვლიანი. აი, ამას აუცილებლად გადავამოწმებ. როგორც გავიგე, ჭადრაკის თამაში გიყვარს და კარგადაც თამაშობ, ხო? კი. ნორმალური. ვისთან ითამაშებდი, რომელ? შენი აზრით მოჭადრაკე არ მაინტერესებს, აი ალექსანდრე მაკედონელთან. მოაზროვნეს. პირდაპირ გეტყვით, დაუფიქრებულა. რატომ? ჭადრაკში თამაშობდი ალექსანდრე მაკედონელთან ერთად. რავი, აი მთელი მსოფლიო დაიყო და მე ჭადრაკზე დავიყვანდი. ვიცი რომ მოვიგებდი. მისი მაგის დროს არ იყო ჭადრაკი და თავს მაგის ნომინებდი. ტიპად მაგის ნომინებდი. საბა ერთი არის. შანოა თავიდან. ის არ ვარ რა, როგორ მარტივად რომ გითხრათ. სიტყვა და მოვიწყდა მათენ იმის რომ ვარჭობენ და პოკლონს ვიღებდი. ავანტურისტი არ ვარ. ხო. ბავშვობა თავიდან მომდები ჩემს ოშირდება აზას. ქუჩაში იდგა ხოლმე რომ გვიანებდით 15-20 წუთით. თითქმის ერთად დავამთავრდოთ 12 კლასი. ჩაწერაზე ხა გუშინ გამებუტა დღეს არ მელაპარაკება. პირი რო არ გავიყარსა. ნიჭიერზე ნიჭიერ. ცხოვრებაში ორ რამეში გამიმართლა, პირველი ოჯახში და მეორე იდე ოჯახში. ქართულის მესამეობაზე გავიცანით ერთმანეთი, სულ სწავლობდა, სულ მომზადებული იყო, მაგრამ ვერ ყვებოდა. მე რომ მიყურებდა, იბნეოდა. აი რომ მიყურებდა ისე ხამხამებდა ხოლმე თვალებს. რაღაც ისეთნაირად ჰქონდა თმა იმემ ასეთითმა, ჯერ თბილისში სულ ხო დავდიოდი და აი დასავლეთში საერთოდ არ მინახავს და მეთქი ის ხო არ ახარ მეთქი. ისე ქონდა თქო რაღაც უცნაურად მე უცხოა მეთქი სად შეიჭერი სადაც რა ვინსტი რა სტილისტი ყავს მეთქი ესეთ და გავუპირდა მაგათ კომპლიმენტი რო უთხარი მაგას ვერ მივხვდი პირველი კომპლიმენტის მერე პირველი პაიმანი იყო იმდენად ერთად ვიყავით ყველანაირად რომ აი მივხვდი რომ აი მთელი ცხოვრება ალბათ სულ ესე ხელშეკიდებულები უნდა ყოფილიყავი და აი მაგის მერე დღემდე ესე მოვდივართ სადაც სიყვარული უკმა როგორა დამავიწყდა მათე სიყვარულზე როგორა ის გამოთქვა უკმა ორი ხელის გულით იწმევაო თამაშის წინ ჩემ თავს ვეტყოდი რომ თამაშის წინ ჩემ თავს რას ვეტყოდი ჰაშორიო ენოსამი საბამოდის ხენოსანი 10 წლის მერე იქნებ დიდი კაცი გამოვიდი და გამოგადგეთ ეს ინტერვიუ მოკლედ ჰაშორი ენოსამი საბამოდის ცხენოსანი ძალიან მაგარია მოკლედ გეტყვით ცხენოსანო საბა ჩვენი თამაშის წესებს 12 შეკითხვა 50,000 ლარის მოგება შეგიძლია თუ უპასუხებ 12-ს. ამ გზაზე გაქვს 3 დახმარების გამოყენების უფლება. პირველი შეკითხვის შეცვლა, მეორე წამყვანის დახმარება ან მინიშნება და მესამე სტუმრის დახმარება. სტუმარი შეარჩიე შენ თვითონ. შენნაირმა პრეტენზიულმა კაცმა ვინ მოიყვანა სტუმრად, ეხლა ეგ მომიყევი. პირველ რიგში ჩემთვის სამაგალითო ადამიანი, ჩემი ბავშვობის მეგობარი, ახლა უკვე თანამშრომელი მათენ არსია. მათე შენ ზუგდიდელი ხარ? ახლა. მეგრულად ხო არ წავიყვანო თამაში. მე არ მაქვს საწინააღმდეგო არაფერი. მე ჩვენი გადაცემის წარდგენი არის წყალი მთის ენერგია ერთ ბოთლში და რა თქმა უნდა სადაც ამ უნდა წახვიდე ელჩად ყველგან მოგიწევს ამის დალევა. კოლა, კოკა-კოლა. გინდა კლასიკური, გინდა უშაქრო. ჩემთვის პრიორიტეტული უშაქროა. დავიწყეთ. აშორი ენოსამი. დავიწყეთ. მაშასე პირველი შეკითხვა 100 ლარი. რომელ პერსონაჟზე ამბობდნენ ცრუმორწმუნეები? არაგვის ჭალებში გველზე ამხედრებული დაქრისო. ჯაყო ჯივაშვილი,
არქიპოსეთური, ფარსმან-სპარსი, თარა-შემხვარი, ჰაკი-აძბა. საინტერესო კითხვაა სხვათა შორის. მარტივი ჩემი აზრით სხვათა შორის. ნუ არაგვთან პირდაპირ არაგვის ჭალებში, აი არაგვთან რომელ პერსონაჟი ამბობდნენ ცრუმორწმუნეები? ფარსმან-სპარსი. ანუ იმავე ასე ვთქვათ კი ბატონო, რომანის ცრუმორწმუნეები არა ეს ზოგადად. საუბარი არის მგონი თუ ვორცდები დიდოსტატის მარჯვენიდან. აი ურწმუნო ფარსმან-სპარსი. ფარსმან-სპარსი მარტო ურწმუნო არ იყო, ცოტა მისტიური იყო, ხო? მე ძალიან საინტერესო პერსონაჟი რა საიდუმლოზე საინტერესო ჩემი აზრით. რისი საიდუმლო ქონდა ხო არ გახსოვს? ნუ ძალიან ბევრი ერთი სიტყვები მახსოვს ფარსმან-სპარსის რა. ცხოვრება ურწყული უდაბნოარი, აი გვერდიდან უნდა შემოუვარო. დააგდერ წვენა სიძულვილის გახდი საგანი, ეგ არ გახსოვს? დერვიშების ტექსტი რო ქონდა. ბევრი. ამოჩემებული. რა საიდუმლო იცოდა არ გახსოვს? ფარსმან-სპარსი. ისუსაც ყავდათ იქ სიამდვილეში. ნუ ძალიან ბევრი რამე იცოდა. დამასკური ფოლადის კი ბატონო, ხო დამზადება ხმლები. დამზადება შეეძლო. ხო რა, ხა ჭალებში გველეშაპზე ამხედრებული ფოლასთან კავშირშია? კი ხო რო წავიკითხე არაგვის ჭალებში გველებზე ამხედრებული დახრისო აი დანარჩენები? ნუ ჭაყო ჯივაშვილი, არქიპოსეთური, თარა-შემხვარი, ჰაკი-აძბა. პასუხი რა არის ახლა ეგ მითხარი? მე ვფიქრობ რომ პასუხი არის ფარსმან-სპარსი. ცე ფარსმან-სპარსი მივიღეთ. თავარი უფლის სანათლოში უწლოვანი გოგოები დაყავსო. კი ბატონო, და ბევრი რამდენიმე მაგალითი იყო შეუცვლენია მახსოვს. იქ ვერ დაესწრებოდი და არ გახსოვრო. ხო, ანუ წაიწაკი უნდა კონდეს თან შენ და თან კონსტანტინე კი გამსახურდია. ბატონო. ფარსმან-სპარსი 100 ლარი, სწორია. მეორე შეკითხვა 300 ლარი. ფოტო შეკითხვა. აი ამის მეშინია სხვათა შორის. ვახ, Stonehenge რას ხედავ? ქანდაკებებს. რა ქანდაკებებს? კარგი მამა. აქვთ მაგ ქანდაკებებს თავის სახელი, რო იცოდე. შევხედოთ ახლა შეკითხვას. სად არის აღმართული ეს ქანდაკებები? ტაიტი, ჰაიტი, ტრინიდადი, შობის კუნძულები, აღდგომის კუნძულები. კი ბატონო. რა კი ბატონო? ნუ ორ ვარიანტს დავიტოვებ პირდაპირ, გეტყვით რატომაც საინტერესო კითხვაა ესეც. ცხოვრების ფილოსოფიური განშლა გვერდზე გადავდოთ ახლა და თამაშზე გადმოვიდეთ. შენ მითხარი სად არის ეს ქანდაკებები? ან შობის კუნძულზე, ან აღდგომის კუნძულზე. ეს დღესასწაულებთან დაკავშირებით გადაწყვეტა ეგრე? სად არის აღმართული ეს ქანდაკებები? აი ჰაიტი და ტაიტი ან ამ ქანდაკებს რა ქვია ესე? აი სტო. მახსოვს აშკარად ვიცი ქანდაკების სახელი, მაგრამ ვერ ვიხსენებ სამწუხაროდ. კარგად შეხედე და მითხარი სად არის ეს ქანდაკებები? შობის კუნძული რატომ უნდა ერქოს? აი აქ ცოტა რატომაც აღდგომის კუნძულს აღდგომის ქვია? არა ძალიან უკან ცოტა ისეთი ბუნება. რატო შეარჩია ეს ორი ვერ მივხვდი ალბათ? იმიტომ რომ ჰაიტი ტაიტი არ მოგეწონა. არასერიოზულია? არა, არასერიოზული როგორ? აბა რატო გამორიცხა? არასერიოზული, უბრალოდ რავი, არ ვფიქრო, მაგრამ შეიძლება ვიფიქრო. ტრინიდადზე შევთანხმდეთ, რომ რატო იქნებ ზოგი ტრინიდადზე? მე ერთი ნახევარი ტრინიდადზე, მეორე ტობაგოზე. მე მარჩიელო და ძალიან არ მომწონს. მე ხო გითხარ რომ კაცს შემოწმებას მოგიწყობ ამბიციების საფუძვლიანობაში. შეიძლება ამ გადაცემაში ვერ მოვიგო, მაგრამ 2 წლის მერე მოვალ და მაინც მოვიგე. 10 წლის მერე დიდი კაცი ვიქნებიო შენ შემპილდი სიუჟეტში. ხო შემპილდი? კი. და გამოგადგება საარქივოდ, ეგო ექსკლუზიურ არქივოდო. ხოდა ხა კეთილინები ამ გადაცემიდანვე დაიწყე ეგ ამბავი. კი ბატონო. პირობას გაძლევთ. მაქსიმალურად მიღებულია. სად არის აღმართული ეს ქანდაკებები? ტაიტი, ჰაიტი, ტრინიდადი, შობის კუნძული, აღდგომის კუნძული. ეს
ქანდაკებები თუ არასდროს არ გინახავს. კი, ძალიან ბევრჯერ მინახავს და ძალიან გული მწყდება რომ არ მახსოვს. აი, ციგნებში იყო ხოლმე სტოუნჰენჯების გაყოლებაზე მსგავსი ქანდაკებები. სტოუნჰენჯთან რა კავშირი აქვს ამ ქანდაკებებს, კაცო? ნუ, ჩვეულებრივი დროიდული ქვებია ის და დგას ესე წრეში და ცნობილი ქანდაკებები, ამით არის ცნობილი ეს კუნძული საერთოდ ახლა რომელიც პასუხებში ერთ-ერთია. აი, ყველაზე ცნობილი ამ ჩამოთვლილი კუნძულებიდან ჩემთვის პირადად არის ჰაიტი. აი, მე გითხარი რომ ცნობილი კუნძულია თქო, მე გითხარი ამ ქანდაკებებით არის ცნობილი კუნძული, რომელზეც ეს ქანდაკებებია. აი, რაღაც მაინც მახსოვს რომ აღდგომის კუნძულებზეა საუბარი. ჩვენთან გახსოვს. აი, მეხსიერება მამოგიგდო? ნუ ზოგადად მაინც ესე ვფიქრობ და ისე იქითკენ მივდივარ. ნუ მარჩიელობას აზრი არა აქვს. ეს ისეთი კითხვა არის, სადაც აზრით დახმარება ცოტა სირცხვილია. სირცხვილი არაფერი არ არის, რატოა? ნული რო აიღო მეორე კითხვის მერე ეგეც სირცხვილია. კი, ეგეთი გეთანხმებით აბსოლუტურად. ამიტომ დასრულდა დრო და პასუხი მაინტერესებს. ეს ამოიხვნე შეეხლა თუ პასუხი მითხარი? პასუხი ჯერ ხო, ნუ მაინც სავარაუდოდ მაინც იქითკენ წავალ, აი ცოტა რაღაც მრავალფეროვანი ქანდაკებებია. მრავალფეროვანი კი არა, სრულიად ერთფეროვანია, ყველა პრაქტიკულად ერთნაირია. ერთმანეთს გავს, კი. თელ კუნძულზე მოფენილები არიან ესე? კი ბატონო. თელ კუნძულზე მოფენილები არიან. კი ბატონო. მე მაინც ვფიქრობ, რომ სწორი პასუხი არის აღდგომის კუნძული. კი ბატონო. ანუ არ მოიხმე პასუხი? ხო, ნუ დავაფიქსირო. კი ბატონო. აღდგომის კუნძული. ესე იგი, არაგვის ჭალებში მოსრიალე ფარსმან სპარსის ნახვას უფრო ველოდი, ვიდრე იმას, რომ ამას ვერ მიხვდებოდი ეგრევე სათხდება. რა თქმა უნდა, ეს არის აღდგომის კუნძული, ცხადია. 300 ლარი. სირცხვილი. გამოვასწორებ სირცხვილი არაფერი არ არის. დოლების. 500 ლარი და მესამე შეკითხვა. ირლანდიური ანდაზის თანახმად დაავადება უკურნებელია თუ მას ვერ შველის. ვისკი, ძილი, ლოცვა, ექიმი, დრო. ირლანდია ზოგადად ისეთი ქვეყანა, აი პირდაპირ შემიძლია თამამად თქვა, რომ აი ძილს, დროს და ლოცვას მე არ ვფიქრობ. აბა ექიმს და ვისკის? თამამად შემიძლია თქვა, რომ აი საითკენ მაინც ვისკისკენ მივდივარ. ნუ არა, ექიმსაც არ ვისკის ქვეყანა რომელია უფრო, ირლანდია თუ შოტლანდია? შოტლანდია. სკოტჩი. კი ბატონო. მემრე, ეს შოტლანდიური ანდაზა არ არის, ირლანდიური ანდაზა. კი ბატონო. საინტერესოა ძალიან. ნუ აქედან უფრო ბევრად უფრო რთული ყოფილა, მაგრამ მაინც საინტერესო და აზარტული. ვისკის რა ამისა? არა, მე ყოველ სასმელებს საერთოდ არ ვსვამ. ან პირადი გამოცდილებით ვერ იმსჯელებ დაავადების კორნავს თუ არა. კარგი საფიქრი კითხვა, აი პირდაპირ ექიმი ძილით რო გამორიცხე. ნუ ვისკის ანუ ეხლა ექიმი გამორიცხე და ლოცვა დატოვე. არამდე ექიმი. აი ყველა რა დატოვე ბოლო-ბოლო? ლოცვა და ვისკი. აი შოტლანდიაზე რო იყოს კითხვა მართალი ვძანდებით, რას ველაპარაკები კაცო? დაუფიქრებოდ ვისკის უპასუხებდი და აი მაგიტომაც არის ირლანდიაზე კითხვა. მე გამომინათეთ გონება. ანუ ვისკიც გამოირიცხა. რატო გამოირიცხა? ნუ შოტლანდიასთან დაკავშირებით ეხლა მე ჩემი აქ ჯდომის მიზანი ის არის რომ ეგ მოხდეს. კი, ვიცი. მაგრამ აი ძალიან ბევრი ირლანდიური საცვალების სახები გამიგია. მაგალითად? ნუ ვისკის გარდა ის რა სასმელი გაიგია ირლანდია? ძლიერი ვისკის გარდა სასმელები ძალიან ბევრია. რა, მითხარი ერთი მაინც კაცო. მე არ ვარ ამის მოყვარული სამწუხაროდ. ლუდი. ლუდი ცოტა ძალიან ბანალურია. რა არის ირლანდიელებს ეგარ უთხრა რომ მათი ლუდი ბანალურია. თორე ვერანაირი ვერც ვისკი, ვერც ძილი, ვერც ლოცვა, ვერც ექიმი და ვერც დრო ვერ მოგარჩენს ისეც გიზავენ. საინტერესოა ძალიან. მართლა ამისთვის ვართ აქ რომ საინტერესო იყოს ძალიან, მაგრამ მაყურებლისთვის ეხა საინტერესოა შენ როგორი ტანჯები იმის ხურება. არა. ტანჯო არა, ზოგადად ცხოვრებაში ყველაფერისგან სიამოვნება უნდა მიიღო და ჩემთვის სიამოვნება ჭადრაკის პარტიას ავითა, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანო. ტანჯოს გამო არ მოხდა. მათი უნდა ჩამისვა. თქვენ ვერა. ჭამეტავზე სამწუხაროდ ვერ მოგერევით. კი
ნიშნები ამ ამბიციები ძალიან დიდი. ესე იგი მე მგონი ძალიან მაღიარებ შენმე, იმიტომ რომ ისეთ ვიღაცებზე თქვი რომ ჭადრაკი უნდა მოუგო და ჩემზე იძახ პარალელურად რომ შენ ჯერ ვერაო. ნუ არა, სიმართლეს ორი მხარე მე წარმოდგენა ჩემზე დაბალი არ უნდა გქონდეს ვილად რომ ვთქვა. 10 წლის მერე მომერევი? 10 წლის მერეც ვერ. რა არ გეხავდეს რა სხვა მომერია კაცო. რამდენი წლის ხარ? 21-ის. აი მე 10 წლის მერე ძალიან შორს იქნები ჩემს ასაკით. აი თქვენ გადაცემებს უყურებდი, მახსოვს ძალიან ისე ეხაც კარგად გამოიყურებდით, მაგრამ აი პაკრაძეს საერთოდ თამაშობდით, რომელ ქვეყანაში იყო, არ მახსოვს, აი ბევრში. კითხვების აი ერთ-ერთი იდო ინტერნეტში ვნახით, აი თამაში. ნუ მაინც დაუბრუნდეთ. ნუ თავარი იქ მაინც პაკრაძე იყო, ხო პირდაპირ ვთქვა. კი ბატონო. ჰოლანდიური ანდაზის თანახმად. აი ცოტა ისეთი კითხვა, აი ძალიან ბანალური იქნება ჩემი ეს ამ კითხვაზე პასუხი რო იყოს ამ ლოცვან ექიმი. ან დროსაც ამოვაგდებდი. ნუ ცილი აი ისეთივე ბანალურია, როგორც ექიმი და დრო. და აი ორი მიმართულება, პირველი აი თუ წავალთ ვისკის მიმართულებით, მეორე ლოცვის კუთხით. ნუ ძალიან საინტერესო ორი მიმართულება. ორივე ისეთია მაცდურია. ორივე მაცდურია და ორივე საინტერესოა, მაგრამ მაცდური ძალიან საინტერესო ჯგუფი. ჩემი სარწმუნოებად ჩემი რელიგია მეუბნება მაინც ლოცვას, ვისკის. ლოცვისკენ გავაკეთები მქონია. რას გეუბნება შენი რელიგია რომ ლოცვით იკურნება დაავადებები? ნუ არა, ნუ კოვიდ პანდემია მაგალითად. ნუ ლოცვას ბევრი დაავადებისგან გადარჩენა შეუძლია. მეცნიერულად დამტკიცებულია, ნუ ისეთი სტატიები. რომელ მეცნიერულად არის? არა, ნუ ბევრი სტატიები წერია, მაგრამ პროფესია გამახსენე შენი მოჭადრაკე და რაციონალურ კაცო, ლოცვით განკურნებულ დაავადებებზე. წმენა ისეთი რაღაცაა, ცოტა არა, წმენა ფსიქიკის ნაწილია. აი, უბრალოდ ადამიანს ეხმარება რეაბილიტაციაში და ფსიქოლოგიურად რო დააძლევინოს რაღაც პრობლემას. მომიშნია ძვირფასო 21 წლის ზუგდიდელო კაცო, რომელი სიტყვით უნდა დავასრულოთ ანდაზა. დაავადება უკურნებელია თუ მას ვერ შველის. ვისკი მიღებულია. რამდენი იბოდიალე ეხა თუ იცი შენ? შოუ ესე იდგმება სხვანაირად არა. ახლა შენ გამდი ამ შოუს ეხა ბოდავდით ხო სპეციალურად. ნუ მაიმუნობ ეხა ეგ ზუგდიდელი შენ თუ ხარ მეც ვარ. ჩემი წინაპრები არიან იქედან. ასე რომ კი არ მაიმუნობდი, ბოდიალობდი. 500 ლარი შენია და გადავდივართ 1000 ლარიან შეკითხვას. მეოთხე შეკითხვა 1000 ლარი. რა ეწოდება ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდს, რომლის ბორტზეც 1945 წლის 2 სექტემბერს ხელი მოეწერა იაპონიის კაპიტულაციის აქტს. პერლ-ჰარბორი, არიზონა, პოტომაკი, მისური, ნიაგარა. იბატონო, ეს პერიოდია, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. პირველი იყო გერმანიის კაპიტულაცია, მეორე იაპონიის ცოტა მოგვიანებით. ეს ფაქტის კონსტატაციისთვის დიდი მადლობა, რომელიც პრაქტიკულად შეკითხვაში წერია. ეხლა პასუხებზე ვილაპარაკოთ. იბატონო. ნუ აი მისური, ნუ ადაცე გამოირიცხა. აი რატო გამოირიცხა ადაცე? არ ვფიქრობ. ამერიკასთან კავშირში არ არის. კი, კავშირში. პერლ-ჰარბორი მით უმეტეს იაპონია ამერიკის ზავი ვერ იქნებოდა თუ რა? აი პერლ-ჰარბორის ზავი მახსოვს. პერლ-ჰარბორის ზავი გახსოვს? არა. პერლ-ჰარბორი რა არის? ხომალდი. ამერიკა როგორ ჩაერთო მეორე მსოფლიო ომში? ამერიკა ჩაერთო სასწავლო საერთაშორისო ურთიერთობები. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტო მიპასუხე ეხლავე ამერიკა რა მოვლენის შემდეგ ჩაერთო აქტიურად მეორე მსოფლიო ომში? იბატონო, გეტყვით. აი რომლის ფარულ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ფარველობაში შედიოდა, თავს დაისხა გერმანია. ამერიკას თვითონ ვინ დაესხა თავს და როდის? გერმანია. ამერიკას გერმანია დაესხა თავიდანვე თავს? არა, თავიდანვე არ დასხმია გერმანია. იაპონია. სად? აი ძალიან სხვაგან ვარ. სხვაგან ხარ, ნამდვილად სხვაგან, დაბომბა პერლ-ჰარბორი. სხვაგან ხარ, სხვაგან და ან დამშვიდდები, ან ნულით წახვალ. აი არიზონა ძალიან მახსოვს. არა, იმიტომ რომ შტატი აი
ფილმიც არის ესეთი, Arizona Dreams. ეგ ხო არ გახსოვს შემთხვევით. მაგას ხო არ გერევა. ნუ, აი, ლოგიკურად ამ კითხვას ვერ უპასუხებ, შემიძლია პირდაპირ ვცვალოთ. კი ბატონო, არა. არ შევცვალო? არა, უპასუხებ, ნუ, ან წავალ. რატო გადაწყვიტე რომ თავი უნდა მოიკლა? არა, ეს უკვე ცხადია რომ არიცი ფაქტი. შევცვალოთ, მაგრამ მგონია რომ ცე იყოს ორი პასუხი პოტომატზე. პოტომაკი. ესე გეგონა. არა, დემისური იყო, სწორი პასუხი კიდევ კარგი რომ შევცვალეთ, კითხვა იცვლება. დიახ, კენცოლე. ძალიან კარგი. კითხვა შევცვალეთ. მაშასე, ისევ 1000 ლარი თამაშდება, მეოთხე შეკითხვა კვლავ, ოღონდ ახალი მეოთხე შეკითხვა. რომელმა მეცნიერმა უანდერძა თავისი თვალები მანჩესტერის სამეცნიერო საზოგადოებას? მაიკლ ფარადეიმ, ისააკ ნიუტონმა, ჩარლზ დარვინმა, ჯონ დელტონმა, რობერტ ჰუკმა. თავისი თვალები, ხო? აი, კითხვა ისეთია, ფარადეი, ნიუტონი, დარვინი, დალტონი, ჰუკი. რა იცი თითოეულზე? ნუ ხუთივე გამიგია პირველ რიგში, ჩარლზ დარვინი, ნუ ალბათ ყველამ ვიცით. ევოლუციის თეორია, ისააკ ნიუტონიც, მერე, ფარადეის კანონებიც. მერე. აი, რადგან უფრო სათვალეზეა საუბარი, სათვალებზეა საუბარი, დაუტოვა. რაღაც მიკრო მოიცა რამ ვინები ჩამოთვალე, ვინ ვიციო? ჰუკის ვიცით, დარვინის, ნიუტონის და ფარადეის. აი, ჯონ დალტონიც. ჯონ დალტონი. კი. ვინ არის? გამიგია, მაგრამ გამიგია რა მახსოვს, მაგრამ აი კონკრეტულად თავისი თვალები მანჩესტერის სამეცნიერო საზოგადოებას. რატომ თვალები? ან ძალიან ახლომხედველი იყო. თვალები. კარგად წაიკითხე პასუხები კიდევ ერთხელ. გვარების ნაწილში. კი ბატონო. დე ჯონ დალტონმა. რატომ? დალტონი კი იყო. დე ჯონ დალტონმა, რომელმაც აღმოაჩინა დალტონიზმის ეფექტი და თვითონაც იყო დალტონიკი. კი ბატონო, ესეა ნამდვილად. ნუ მანერვიულებ. ეს სწორი პასუხია 1000 ლარი შენია. გადავდივართ მე-5 შეკითხვაზე და 1500 ლარზე. აღარ გაგეხმარები. აუდიო შეკითხვა ეს შეკითხვა და უნდა მოვისმინოთ. აი ესეთი კითხვა რომელსაც უნდა უპასუხო. Coldplay რა? ანუ Coldplay-ს აქვს სიმღერა 64-ზე. Paradise. აი ეს გავდა Paradise? არა. ვერ მივხვდი რატო დაადგინე, როგორ დაადგინე? რა როგორ დავადგინე? როგორ დაადგინე რომ ეგ არის? Coldplay? ხო. სიმღერას მოусმინე. და გავდა Coldplay სიმღერა, მაგას მეუბნები. აი რაღაც დაუკავშირე კიდევ შეიძლება ეს ვერ ხმა გაქვს ცუდი თუ სმენა გამაგებია? სმენაც? ყველაფერი ცუდი. შენ კარგი სმენა გაქვს? არა. არა? არანაირად. აი
ზე ურცხვი პლაგიატია, ხო? პირდაპირ მნიშვნელობით შემიძლია თქვა. ან ნაცნობი სიტყვებია, მინდა გითხრათ, აი სიმღერები რა შუაშია, კაცო, პლაგიატთან. ანუ ხო გადატანილია ყველაფერი. ტექსტის პლაგიატი ჯერ არ მომხდარა, ისტორიას არ ახსოვს, გულისხმობ ამ ჟანრში, რომ ტექსტის პლაგიატის გამო ვინმე შეჭილოს. მუსიკალურ მხარეზეა ლაპარაკი, თავისთავად ცხადია რა. აი რაღაც Radiohead-ის კლიპი ამახსენე. დავაფიქსიროთ, ხო? კი. ჩავრთოთ. რა თქმა უნდა, ეს არის Radiohead-ის clip, სულად ურცხვად მოპარული და შენ 1500 ლარი გაქვს. მეექვსე შეკითხვა 3000 ლარი. რომელი ნაწარმოების მოქმედება ვითარდება გამოგონილ მხარეში? კასტალიაში. ალქიმიკოსი, რიოში მარგალიტებით თამაში, ტრამალის მგელი, სამხრეთის დედოფალი, ქვიშის კაპიტნები. კასტალიაში. აი ტრამალის მგელი მახსოვს. ვინ არის ტრამალის მგელის ავტორი? დაკითხული გაქვს თუ არ გაქვს? ნუ რიოში მარგალიტებით თამაში, ანუ ქვიშის კაპიტნების გარდა 4-ვე რა არის რიოში მარგალიტებით თამაში, ვისია? ალქიმიკოსი ვინ არის, კაცო? ალქიმიკოსი თორეს ნაკლებად ვინ ავტორი? კი, მაგრამ კასტალიაში მოქმედება არ ვითარდება. არც სამხრეთის დედოფალში საკითხული თუ არ გაქვს რა იცი რომ კასტალიაში არ ვითარდება მოვლენა. რომელი არ მოგწაკითხო? ალქიმიკოსი. ნუ გასტუიშე განხილვა შეგიძლია. წარმოდგენა მაქვს. ავტორი? ტრამალის მგელის ავტორი ვინ არის? სამხრეთის დედოფლის ავტორი ვინ არის? ქვიშის კაპიტნის ვინ არის? რიოში მარგალიტებით თამაშის ვინ არის? ამ სათაურით ქართულად ცოტა თუ იცნობს ამ ნაწარმოებს. შენმა მეგობარმა თუ იცის, იქნება მას ვკითხე. არა. არა. ეს კითხვა მეგობართან მინიშნება? ხო, სავარაუდოდ მინიშნებას გამოვიყენე. კი ბატონო. მაგრამ გამოყენება არ მინდა. გონია რომ პასუხი ზუსტად ვიცი. რა? არც ერთ ნაწარმოები წაკითხული არა გაქვს. აი კასტალია ნუ ქვიშის კაპიტნები იცი რა არის? არა. ქვიშის კაპიტნები არის ბრაზილიური ნაწარმოები, რომელსაც ფილმი შეიქმნა მერე საბჭოთა კავშირში იყო პოპულარული. შენ ბავშვობაშიც კი არა იქამდე ბევრად ადრე, ოღონდ სხვანაირად ერქვა იმას რაღაცა ქვიშის კარიერის გენერლები ერქვა. ხდები ჟორჟი ამადუსია. არ ვიცოდი, მართლა არ ვიცოდი. აი სამხრეთის დედოფალი, ტრამალის მგელი და ალქიმიკოსი სამივე ასეთ ვისე მახსოვს. მაგრამ ამ მახსოვრობით პასუხამდე ვერ მივალ. გამოვიყენოთ მინიშნება? მინიშნება. მაშ ასე, ამ ნაწარმოების ავტორია ჰერმან ჰესე. ხო, ანუ ტრამალის მგელი ჰერმან ჰესესია. არა მარტო. რომელია ჰერმან ჰესესი აქედან? ტრამალის მგელი და ალქიმიკოსი როგორც მახსოვს. არა, ტრამალის მგელი ჰერმან ჰესესია ზუსტად მახსოვს. ალქიმიკოსი თუ გახსოვს რომ ჰერმან ჰესესია? არა, კარგად მქონია საქმე. კარგად არა, სულად ქონია საქმე. ირონიულად. ეს რიოში მარგალიტებით თამაში რა არის? კი, ნუ ესეც ჰერმან ჰესესია. რა არის? რაზე არის? კასტალიაში როგორ არის თუ რიოშია, ანუ სწორად წერია სათაური რიოში მარგალიტებით. მაგაში არის მთელი ხუმრობა, რომ ქალაქი რიო აქ არ იგულისხმება. რიოში მარგალიტები არის ეგრეთ წოდებული ბისერ. მე ესე მაქვს საკითხული. იგრა ვისერ. ეგეც ჰერმან ჰესესია ზუსტად. კი ბატონო. ხოდა ეხლა დაჯექი და არჩიე რომელია ჰერმან ჰესესი. ან კიდე ხო არ არის რომელიმე. 1500 ლარი რო აიღო და წახვიდე არა? მე აქ ფულის ასაღებად ამოსულ. აბა? სათამაშოდ და უფრო თავის გამოსაცდება? ნუ რა თქმა უნდა, პირველად ვარ სტუდიაში. არა უშავს. გეტყობა შენ კოჭებში რომ ბევრჯერ იქნებ სხვადასხვა სტუდიაში ცხოვრების განმავლობაში. ალბათ.
რა არის აქ ჰერმან ჰესესი მოკლედ? თავიანთი მქონდა ტრამალის ვერსია. ანუ რა არის ჰერმან ჰესესი აქ? ჰერმან ჰესესი არის ორი ნაწარმოები. ეგრეთ წოდებული გრაფ ბისერონ რიოში მარგალიტები თამაში. და ტრამალის მგელი. ნუ აი ბისერ ანუ რიოში მარგალიტები არის ვითომ მარგალიტები რა შუშის რაღაცეები რაც მარგალიტებს გავს ხო ყალბი. კი ბატონო. და მეორე არის ტრამალის მგელი. აი როგორ გეხუმრა ჯერ რიოში მარგალიტებით ჩვენი პროდიუსერი და მე მინიშნებით. აჩი ხა რიოში მარგალიტებით თამაში თუ ტრამალის მგელი ხდება კასტალიაში. მე რიოში მარგალიტებით თამაში. ტრამალის მგელი მოკვდა? არ მოკვდა, მაგრამ ნუ რო გამოვიცნო არის 50-50, აი მართლა არ ვიცი. ახლა უნდა გაარტყა? ძალიან ცუდია ესეთი რაღაცები არ მიყვარს, მაგრამ აი როგორ დააზარონებს, იცი ნოლიანი ხა არასწორად თუ უპასუხე. ვიცი. 1500 ლარი რატო არ გინდა? ცოტა ფულია? არა, ნუ ცოტა ფული არ არის, მაგრამ დაარჯობია ხო არა, დახმარებაც მაქვს. კითხოთ, იქნებ და რა ვიცით, იქნებ და გვეხმარება მე. ხო, მაგრამ მათე უფრო მაღალ საფეხურებზე უნდა შევაწუხო. მაღალ საფეხურებზე უნდა მიხვიდე რომ შეაწუხო. გამოვიყენო დახმარება, ხო, ნუ შეგვეშველო, იქნებ ამით. კითხოთ? აბა პატიცემულო. ორივე დახმარება გამომაყენებინეთ. ყველა გახმარება გამოგაყენებინეთ. მე კი არ გამოგაყენებინეთ. შენ გამოიყენე, იმიტომ რომ არ იცი პასუხი შეკითხვაზე. რომელი ნაწარმოების მოქმედება ვითარდება კასტალიაში, გამოგონილ მხარეში, რომლის ავტორიცაა ჰერმან ჰესე? პირველ რიგში ტრამალის მგელი წაკითხული მაქვს ადრე და არ მახსენდება კასტალია ნამდვილად, იმიტომ რომ რაღაც ფრაგმენტებს ვიხსენებ და რაღაც კასტალიას ვერ ვიხსენებ და მგონია რომ 80-20-ზე გავყოფთე რიოში მარგალიტები თამაში მგონია. იცოდი რიოში მარგალიტები თამაში რა ჰერმან ჰესეა? კი, მაგრამ წაკითხული არ მქონდა. მე ვფიქრობ რომ უფრო იქნება რიოში მარგალიტები თამაში, ანუ თან მინიშნება გავიგეთ მათეს პასუხი. ეხლა ველი შენსას. ჰაშორიენო 3 როგორ იყო? შენ მეთქვი? შენ მეთქვი? მაგას გაიგე ჩემი შოვინე მასწავლებელი. თქვი ეხლა შენ თვითონვე? მე ვერ ვამბობ. დამორჩხებული. ნუ ხარ დამორჩხებული. სიამდვილეში კარგი ბიჭი ხარ ძალიან. ეგ დამორჩხებაც კარგი თვისებაა. შენი ვერსია მათე დავაფიქსიროთ ბოლოს. მე რიოში მარგალიტები თამაშია ჩემი ვერსია. მე რიოში მარგალიტებით თამაში. როგორ არის ლექსი მითხარი? ჰაშორიენო 3? ხო. საფრთხემოდის ხედვისა. არ არის დასამორჩხებელი საბა, იმიტომ რომ სწორი პასუხია ეს და საბა აგრძელებს ცხენოსანი. 3000 ლარი შენია და გადავდივართ მე-7 შეკითხვაზე და 4000 ლარზე. ეხა იმედია ჯირი გააჯირითე ბოლო-ბოლო. რაღაცა ჯერჯერობით ჯაგლაგი ცხენით მოდიხარ და რა ვიცი ეხა. უცეფალები ოდესმე გააჭენე. შეკითხვა მე-7 4000 ლარი. სად გადაასახლეს ინგლისელებმა ტყვეთ ჩავარდნილი ნიკო ბური? ინდოეთში, ბაჰამის კუნძულებზე, მალტაზე, ავსტრალიაში თუ წმინდა ელენეს კუნძულზე? ინგლისელები სავარაუდოდ გადაასახლებდნენ ნუ ეს იბატონო ზედმეტ სიტყვაობებს შეეშვი. სავარაუდოდ გადაასახლებდნენ, ნუ ეს კი ბატონო, რეებია ეს რა წამოწდენებია რა არის? რა არის ეს, რა არის? გამოუცდელობა. გამოუცდელობა კი არ არის, ნერვიულობა და დარდი имаზე რომ ეხა რომ დამინახავენ რომ რაღაც არ ვიცი რა სიფიქრებენ ჩემზე. ეგ არა მოხევი სხვებს და მე გეუბნები რომ ეგ ეგრეა და ნუ ნერვიულობ მაგაზე. არ ღირს ნერვიულობა, დამიჯერე. აი ხართ. ალო. იმდენი რამე არ ვიცი. ყველაფრის რომ ჩვენოდეს სახლიდან არ უნდა გამოვდიოდე. ნუ სად გადაასახლეს ინგლისელებმა ტყვეთ ჩავარდნილი ნიკო ბური? აი რაც ხშირად გამიგია წმინდა ელენეს კუნძულზე ხშირი გადასახლებებია. სად არის წმინდა ელენეს კუნძული? არის მოდი დავაფიქსირებ წმინდა ელენეს კუნძულს და რატო დავაფიქსირებ? სხვებზე არ გინდა რომ იფიქრო? თუ არ გინდა რომ ჩემი მაცტური ამბები ჩემოგიძრო. გადასახლებები ზოგადად ციმბირში ხდებოდა ელბა, ნუ რამდენიმე იყო ესეთი ადგილები, სადაც ხშირად ხდებოდა გადასახლება. ავსტრალიაში ნახევარი ინგლისი გადაასახლეს ბიჭო. კი ბატონო. ხო, მაგრამ ციხე იყო კონტინენტი, მთლიანად კატორღა. ავსტრალიაში? მალტას. ბიჭო,
ავსტრალია იყო კატორღელების შექმნილი სახელმწიფოა. ზუსტად ვიცი რომ ინდოეთში და ბაჰამის კუნძულებზე ინდოეთში და ბაჰამის კუნძულებზე ზუსტად რატო იცერდი? ინდოეთთან შეხება არ ქონია ინგლისს არასდროს არ ჩაულია გვერდით თუ როგორაა შენი? შეხება ეგრე ყველაფერთან ქონია ინგლისის კოლონიებიდან მოყოლებული. ინგლისი ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი და ყველაზე დიდი ტერიტორიის მომცველი იმპერია ყველა დროის ერის. ეს არის იმპერია, სადაც მზე ამოდიოდა და ჩადიოდა ერთსა და იმავე დროს. მალტა საერთოდ ინგლისური კუნძული რო იყო, არ იცი გამბავი. აი ვფიქრობ რომ მაინც მინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს. დასაკარგი არაფერი არ აქვს. ხო, არა, ნუ მაგ ლოგიკით ცუდია. ნუ ორ ვარიანტ შორის მარჩიელო. მაგრამ მართლა მარჩიელო. ან ავსტრალიაში, ან წმინდა ელენეს კუნძულზე. და ავსტრალიაში. ეხლა გავიდა 5 წელი. გისმენ. ძალიან კარგად ისნოთ ადამიანის ფსიქოლოგიას. გისმენ. ნუ რა ვარიანტის ხონდა ისევ იგივეს დავიტოვე წმინდა ელენეს კუნძული იყოს რა. წმინდა ელენეს კუნძული მიღებულია. იგა ეგ მიგითხრა. იქიდან დაგიქნიეს თავი? ვფიქრობ რომ ეგანია. ძალიან კარგად ვიცნობ ადამიანის ფსიქოლოგიას, რას ნიშნავდა? აი ზუსტად ხო დაგიხმარე? აბა? ზოგი მიხვდევდა, ზოგი ვერა. შენ რას მიხვდი რა? ეგ უნდა შეგეცვალა? აბა რას მიხვდი? რატო შეცვალე? ასე ვფიქრობდი რომ წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს. შენ წარმოვიდგინე ეგრეც ქლეს. 4000 ლარი გაქვს შენ. მერვე შეკითხვა 5000 ლარი. ჩამოთვლილი სახელმწიფოებიდან რომელი არ არის არაბული ქვეყნების ლიგის წევრი? საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს ვეკითხები. ალჟირი, ბაჰრეინი, იემენი, მალი, ტუნისი. იბატონო. იემენი არის ბაჰრეინის არის როგორც მახსოვს. ნუ ალჟირი ზოგადად ძალიან ახლო და მჭიდრო კავშირშია არაბულ ქვეყნებთან. იემენი და მალი? იბატონო, ამ ორი ქვეყნიდან არ ვფიქრობ მალს. არ ვფიქრობ რას ნიშნავს? არ არის თუ არის? არა, ანუ სწორი პასუხი მგონი ამ კითხვის C იემენი. C იემენი გონია. იბატონო. და რატო არ გონია D მალი? არაბული ლიგის წევრები რომ გახდნენ სახელმწიფოები, რა არის სავალდებულო პირობა? სარწმუნოება. ნუ, ენა. იბატონო. მოდი ასე ვთქვათ. ალჟირი, ბაჰრეინი და ტუნისი სამივე არის, აი ზუსტად არაბულენოვანი. იბატონო. არაბულენოვანი? არაბულენოვანი. აბა წმენა რა გაერთიანებაა? მუსლიმური გაერთიანება ხო არ არის? კაცო, შევლაპარაკობთ არაბული ქვეყნების ლიგაზე. ხო, ანუ ამ ქვეყნებიდან ყველა ენის ყველა ქვეყნის საკომუნიკაციო ენა უნდა იყოს არაბული? აბა, არაბული ქვეყნების ლიგა რატო უნდა? რა თქმა უნდა, იბატონო. აი ამ კუთხით უკვე იემენი აღარ გამოირიცხა. და მალი რატო გამოირიცხა? რატო არ გამოირიცხა? რა ენაზე საუბრობენ მალიში შენი აზრით? მალურად რო არა ზუსტად ვიცი. აბა ხერხემალურად? იბატონო. ნუ და რატო არ საუბრობენ არაბულად მალიში? შეიძლება საუბრობენ. გახსენათ. იბატონო, შეიძლება საუბრობენ, არ გამოურიცხავ. იემენში რაინაზე იემნურად საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ბრძანდებით პატივცემულო და თქვენ უნდა მითხრათ იემნურად საუბრობენ იემენში თუ არაბულად? იბატონო. მაშა ასე? სწორი პასუხია B ბაჰრეინი. B ბაჰრეინი არ არის არაბული ქვეყნების ლიგის წევრი. მიღებულია პასუხი. ალჟირი ცხადია რომ არის. ტუნისი ცხადია რომ არის. იემენიც არის. როგორ ქვია იემენს სრული სახელწოდება?
აი მე თავიანვე იემენის არაბთა რესპუბლიკა ხო ქვია? ხია. შესაბამისად არის. კი ბატონო. ბაჰრეინში რა ენაზე ლაპარაკობენ? არის იგი რომელიმე ქვეყნის დომინიონი იყო ბაჰრეინი სადმე? არა. აი არ მახსენდება ზოგადად, აი იმიტომ შევჩერდი ბაჰრეინს. მალი? მალი მით უმეტეს. მალი ფრანკოფონული ქვეყანაა ძვირფასოდ ამის. რა თქმა უნდა, იქ არაბულადაც ლაპარაკობენ, მაგრამ ფრანკოფონული ქვეყანაა და მთავარი ენა არის ფრანგული. შესაბამისად, არაბთა ქვეყნების ლიგის წევრი არ არის დე მალი. როგორ გისურვებ ხა მალი შეელჩობა? არ გისურვებ, რა თქმა უნდა, გერმანია შეელჩობა, უკეთესი იქნებოდა. წარმატებებს გისურვებ და აბა შენიც.